ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. სახალხო წარმომადგენლობითი კრება შიდა ოპოზიციური გარჩევის საგანი გახდა. გუბას სანიკიძე ნინო ბურჯანძის წინააღმდეგ და პირიქით. ბადრი ბიწაძე მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეცვლას ცდილობენ, სააკაშვილს შემოდგომის გადაგორებაში ეხმარებიან. გუბას სანიკიძეს კი აინტერესებს, როგორ აპირებს სახალხო კრება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვებას. გუბას სანიკიძემ ნინო ბურჯანძეს სატელევიზიო დებატი შესთავაზა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ეს დებატი გადაცემა არგუმენტებში არ შედგა, რადგან ნინო ბურჯანძე შიდა ოპოზიციურ გარჩევებს ტელეეთერში გაუმართლებლად მიიჩნევს. ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მათგან ცალ-ცალკე მივიღოთ პასუხები კითხვაზე: საარჩევნო გარემო თუ სახალხო კრება? გადაცემის პირველ ნაწილში პირდაპირ საუბარი ეროვნული ფორუმის ლიდერთან გუბას სანიკიძესთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმარი იქნება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გუბას სანიკიძე. ბატონო გუბას, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დღეს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა 130,000 ადამიანის ხელმოწერა საკანონმდებლო ინიციატივით. რომელი პოლიტიკური პარტიები შემოერთდნენ ამ ინიციატივას? მოდით ამით დავიწყოთ. ჩამოვთვალო? 8 პარტია ცნობილია, კიდევ თუ არის ახალი პარტიები შემოერთებული? არ არის ჯერ შემოერთებული, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ შემოერთდნენ. აქ არის საუბარი კვალიფიციური პარტიებზე. არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობოები შემოერთდნენ, იმიტომ რომ წინასწარი მონაცემები გვაქვს ჩვენ ამისი, რომ შეიძლება ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შემოერთდეს ამ ინიციატივას და მხარი დაუჭიროს. ნახოთ მე წინასწარ არ მინდა გითხრათ პერსპექტივები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა საკმაოდ იმედიანათა ვარ მე, იმიტომ რომ მერწმუნეთ უნდა გაგიმხილოთ არ მოველოდი თუ ასე კარგად წავიდოდა ეს საქმე. ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა ასეთი არის, რამდენადაც ვიცი თქვენი ინიციატივის მთავარი პრინციპი. ბატონო გუბას, რამდენად გამორიცხავს ეს გაყალბების პროცესი? ხელისუფლებას აქვს რამოდენიმე მეთოდი სერიოზული შემუშავებული გაყალბების, მაგრამ უმთავრესი არის ეს, არის მილიონი კაცის პირადობის მოწმობა. თქვათ ერთი ადამიანი გაფორმებული ყავთ 5 უბანზე, სხვადასხვა სახელი და გვარით. ამას გამორიცხავს იმთავითვე, ანუ კარუსელები და ასეთი მაგვარი მაიმუნობები, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. ეს ჩვენი ინიციატივა თუ დაკმაყოფილებული იქნება და მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მივახცევთ ამას, ფაქტიურად გამორიცხავს უკვე ზედმეტი ამორჩევლის დაფიქსირებას უბანზე და საერთოდ არჩევნებში. აღმოჩნდება, რომ საქართველოში არ არის 3,700,000 ამორჩეველი, არამედ არის დაახლოებით 2,700,000 ამორჩეველი. ასე რომ ეს არის უმთავრესი კონტრარგუმენტი იმისა და საკონტრსაშუალება იმისა, რომ ხელისუფლება ვეღარ გააყალბოს არჩევნები. დანარჩენი აი საარჩევნო ადმინისტრაცია, თქვათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიის გახსნა, ამას მოსდევს შემდეგ. ამის გარეშე დანარჩენებს ყველაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ მარტივად ტელევიზორში შეიძლება გამოგიშვას 50 ჯერ, მაგრამ უბნებზე მაინც გააყალბებს არჩევნებს. ანუ ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ერთმანეთს, ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა. კაცი შედის ერთხელ საარჩევნო უბანზე. სხვანაირად ის უკვე მეორეჯერ ვეღარ შევა რა ჩვენი ამ მეთოდიკით, იმიტომ რომ ისეთი ტექნიკა დაიდგმება საარჩევნო უბნებთან, სხვათა შორის არც თუ ისე ძვირია ესა. ერთხელ წამოიკვნესა ხელისუფლება, რომ ძვირიждდება ესო, არა და არ ჟდება, სულ მთლიანად შეიარაღება მთელი საარჩევნო უბნებისა, 8 მილიონ ლარზე მეტი არ ჟდება. და ამის დონორებიც გამოჩნდებიან სხვათა შორის, არ არის ამის პრობლემა.
ასე რომ ველოდებით ახლა ეს ხელმოწერები შევიტანეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პარტიების მიერ ინიცირებული, ეს არის მოქალაქეთა მიერ ინიცირებული, უბრალოდ 8 პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამას მხარი დაუჭირეთ. ასე რომ ველოდებით ახლა ბურთი გადაგდებული ხელისუფლების მხარეზე. ბანუგუბა საკმაოდ იმედიანად ხართ, როგორც ხედავ, განწყობილი და რა გაძლევთ ამის საფუძველს? აუცილებელია ამ თქვენი ინიციატივის გატანისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. თუ გქონდათ მათთან რაიმე მოლაპარაკება, თუ მოსინჯეთ ნიადაგი? არანაირი მოლაპარაკება არ გქონდა, ჩვენ უბრალოდ პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციურ პარტიების შევთანხმდით. შევთანხმდით ძალიან ბევრ საკითხზე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ საერთო პოზიცია გვექნება ყოველთვის. ანუ ეს მრავალსუბიექტიანობა, თქვათ იგივე NDI-ის ფორმატი რაც იყო, ხო, სხვადასხვა სუბიექტები, შეიძლება ისეთი სუბიექტი დაგისვას, რომელიც თვითონ ოპოზიციაშია და ამ დროს ხელისუფლების ვიოლინოზე უკრავს, ხო, ასეთ რამე გამორიცხულია. აქ არის ასე, ან ამ მხარეს უერთდებიან, ან იმ მხარეზე იქნებიან ხელისუფლება. თუ ვინმეს არ მოწონს ჩვენი პოზიცია, მას აქვს უფლება ცალკე დაელაპარაკოს ხელისუფლებას, რა პრობლემაა. დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიტანენ ამ ინიციატივას, მზად არიან ქუჩაშიც გავიდნენ. ანუ ამ შემთხვევაში თქვენც უერთდებით, მათ შესაძლოა რომ ქუჩის აქციები დაიწყოს. კი, არ გამორიცხავ მე ამას, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენ დაგვჭირდება, ჩვენ ორი ხელით უნდა ვიმუშაოთ რა, ერთი ეს ინიციატივა და მეორე მზადება ქუჩის აქციებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს უზნეო ადამიანებთან, ხელისუფლებას გულისხმობ. და იმას თუ არ დაანახებ პრინციპულობას, ის შეიძლება საერთოდ არაფერზე პასუხიც არ გაქცეს საერთოდ. მე გეტყვით ერთ რამეს, ხელისუფლება კედელთან არის ახლა მიყენებული, მას ეს სიკვდილება უარის თქმა, იმიტომ რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები აქ ალბათ უნდა ეკამას ჩაბმული, მინდა გითხრათ, ვითარება არის ძალიან შეცვლილი. და ასე რომ ანუ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დიახ, რა თქმა უნდა. ბადნუგუბაზე ბადრი ბიწაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე დაიწყოს ლაპარაკი და არაფერი გააკეთოს ხელისუფლების შესაძლებლად. ეს კი ამ შემოდგომას გადააგორებინებს სააკაშვილს. შეიძლება რომ ამ ინიციატივას მართლაც ასეთი შედეგი მოყვეს? არ ამგონია. ამ შემოდგომას ვეღარ გაექცევა ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ვადებშია შეზღუდული ხელისუფლება, ახლა ეს ინიციატივა როცა შევიდა, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ვადებშია შეზღუდული. თორემ ხელისუფლებისგან ჩვენ ზიანდება მოვისმინეთ, რომ სახელმწიფო კომისია შევქმნათო და ვის სიამტკბილობაში გავატაროთ 1 წელი საუბარში. ეგ გამორიცხულია. რატომ გააკეთა ბადრი ბიწაძემ თქვენი აზრით ასეთი განცხადება? არ ვიცი, ეს ბადრი ბიწაძეს უნდა კითხოთ, უბრალოდ ცოტა უხერხულია ბადრი ბიწაძე, როცა ასეთ თემებზე საუბრობს. ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ახლა მე რამდენადაც მახსოვს ბატონი ბადრი მაღალჩინოსანი იყო ამ ხელისუფლებაში, თუ არ ვცდები. და როგორ არის, იცით, სააკაშვილი რომ არ ვარგა, ვინ როდის დარწმუნდა ამაში, ეს მაინტერესებს და რატომ დარწმუნდა ამაში. ეს შეკითხვები არსებობს, ახლა მე თქვენს ანონსშიც გაიჟღერა, რომ შიდა ოპოზიციურ არავისთან დაპირისპირებას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ვაკეთებთ ამას და თუ ვინმე ახლა დაპირისპირებას გაურბის ღმერთი რჯული არ ვაპირებთ დაპირისპირებას. მე იმის თქმაც მინდა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ქონდა ჩვენ იგივე ქალბატონ ნინოსთან ამ თემებთან დაკავშირებით. პირადად ქონდათ საუბარი? დიახ, რა თქმა უნდა. ფორუმი არის კონსულტაციების რეჟიმში ყველა პოლიტიკურ ძალასთან გარდა ნაცმოძრაობის. ეს მიღებულია და ჩვენთან ხანდახან აჟიოტაჟი ატყდება, რომ აი კონსულტაციები და გაერთიანება განსხვავებული რაღაცა და მე მგონი დრო არის, რომ ესეც განვასხვაოთ უკვე, იმიტომ რომ ახლა კონსულტაციას ადამიანს უნდა დაელაპარაკო, ხო? და დალაპარაკება არ ნიშნავს, რომ რაღაცაზე ერთიანდება. ეს საუკეთესო მაგალითი არის იგივე ეს ჩვენი საარჩევნო ინიციატივა, როცა თემატური გაერთიანება მოხდა, ერთ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ორგანიზაციული გაერთიანება. ეს არ არის სხვათა შორის შეთანხმება ბრძოლის მეთოდებზეც. ჩვენ ბრძოლის მეთოდებზე არ შევთანხმებული ვართ და ერთმანეთს ხუმდებს არ დავატებთ. მაგრამ ეს არის, რომ პოზიციას ამას დავიცავთ ყველანი ერთად. აი რა შევიტანეთ ახლა ჩვენ ინიციატივა. თქვენ ბრძანეთ, რომ გქონდათ ბურჯანძესთან მოლაპარაკებები, კონსულტაციები. რატომ არ შემოერთდა ამ იდეას, რა იყო მისი არგუმენტი? ქალბატონმა ბურჯანძემ მოაწერა ამას ხელი. მე მისგან ვერ მოვისმინე პირადად, არ დაგიმალოთ, ჩემს მერე ალბათ ქალბატონ ნინო იქნება თქვენთან სტუდიაში, ღმერთი რჯული ვერ მოვისმინე
ზუსტი ახსნა რატომ არა. ნუ მისი არგუმენტი არის ის,